ჩვენ ჩამოვედით სტამბოლში, პირველი გაჩერება არის სტამბოლი, სადაც ჩავწერთ 2 ეპიზოდს. დღეს სალომე ბენიძეს, კარგი პოეტია, ცუდი მსახიობი. სტამბოლი მეგობრებო არის ფისოების ქალაქი. ბიო, ვისინიო. შეიძლება თოლიებზეც ვილაპარაკოთ. ღვინო წამოიღე? კი, ღვინო წამოგიღე. მიუხედავად იმისა, რომ ხარ ავტორი, ხალთა უფლებების დამცველი, შეიძლება რომ მიწავართ და მე მგონია რომ წყალი ვარ. ადამიანებისგან განსხვავებით, რომელსაც პერსონაჟად აქცევ, ქალაქი არ მოგწონს, რომ ნამდვილია. არც ერთ ქალაქს არ ვეკუთვნი ბოლომდე. შემიძლია თავგანწირული ვიყო იდეისთვის, რასაც ქვია გოგოების უფლებებისთვის ბრძოლა. სამყარო ძალიან ხშირად არის უსამართლო. რა არის თავარი წინაღობები? საქართველოს იდეასთან ერთად ყოველთვის არსებობდა დამოუკიდებელი ძლიერი ქალის იდეა. ლიტერატურაშიც, ისტორიაშიც ყველგან. ეს ეხوار რომ რაკაი სტერეოტიპია, მოდი დავნერგავ ჩემს ცხოვრებაში. არანაირი ქართული ტრადიცია. არ არის ცოლის ცემა. ქუთაისის მესამე. ეს იყო საბედისწერო შეცდომა. მაპატია. პრაქტიკულად ჩემი სკოლა არის ქართული ფემინიზმის აკვანი. გიორგი ნიკოლაძე დაგვავიწყდა თანამედროვე ახალგაზრდებისგან რამდენად სწორია, იმიტომ რომ ამ სიტყვებს მოყვება ეს ტრაგიზმი. მე არ ვუყურებ მაროს როგორც დამარცხებულს. მისი სახელი არის ძალიან ცოცხალი. გინდა დაგენიძლაო, რომ აიღაც გამოივლის, დღეს შეგიძლია რომ დაელაპარაკო და ხვალიდან მას ვეღარაზროს ვეღარ ნახავ, მასთან უფრო გულწრფელი იქნება. განსაკუთრებით მე მგონი კაცებს უჭირთ ხოლმე გაზიარება რაღაცებს, შიშების სურვილების არ არის მათთვის შესაფერისი. ხო და ამ რუბრიკას ჩემი აზრით, შენ იდეალურად ერგები. ყურადღება კითხვა. ყურადღებით შეკითხვა. არსებობს თუ არა რაღაც წესი, რომელსაც მისდევ საიმისოდ, რომ არ გაჩერდე. ერთ ცხოვრებაში იცხოვრო რამდენჯერმე. ძალიან ხშირად ვუყურებ ჩემს თავს როგორც პერსონაჟს. ეს იყო შენი მხრიდან ჩემი დაცინვა, უღონდ სამართლიანი. მუსიკის ქვეშ წერ თითქმის ყოველთვის. ბოდიში უაზრო შეკითხვებისთვის, მაგრამ პასუხი კარგი იყო.